გუშინ ძლიერმა ქარმა ბათუმში რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი დააზიანა. სტიქიამ ჭავჭავაძის ქუჩაზე 9 სართულიან სახლს სახურავი გადახადა, რის გამოც საცხოვრებელ სახლში წვიმის წყალი ჩავიდა. ძლიერმა ქარმა ბონის დასახლებაში ახალი ავტოსადგურის ტერიტორიაზე მოსაცდელიც დააზიანა. ვაჭრის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ქარს ქალაქისათვის მნიშვნელოვანი ზარალი არ მოუტანია. შტორმი იყო ზღვაში, მამუკა თურმაინძის განცხადებით ტალღების სიმაღლემ 3 მეტრს მიაღწია. ამის გაუარესების შესახებ ინფორმაცია ბათუმის მერიაში ღამის 11 საათზე შევიდა. ბათუმის მერის განცხადებით ქარმა ქალაქში 300 კვადრატამდე სახურავი დააზიანა. ჯემალ ანანიძის განმარტებით პრევენციული ღონისძიებების მიზნით გამოდარებამდე დაზიანებული სახურავები პოლიეთილენის პარკით გადაიხურება. თემაზე უფროსად ჩვენს მთავარ გამოშვებაში ვისაუბრებთ. დღეისათვის ჩვენთან არის ლიფტის სახურავი მთლიანად გადამძრალი. მეზობლის სახურავსაც შეეხო შიფერია გადამძრალი. წყალია ჩამოსული მეზობელთან თავისთავად წელი 3-იანი და 4-იანში წყალი ჩამოდის ამ წუთში. სახურავის ახსნის დროს დაბლა მდგომი 2 მანქანა იქნა დაზიანებული. უხელ ღამე იყო 2 გამოძახება. ერთი იყო TBC ბანკის წინ ჭავჭავაძის ქუჩაზე, სადაც სახურავი მოაძრო ქარმა და მეორე გამოძახება იყო აღმაშენებლის 30 ნომერში, სადაც ფაქტიურად უკვე მზად იყო სახურავი გადმოვარდნისთვის. ჯერჯერობით გამოძახება არ გვაქვს ჩვენ წყალდიდობასთან დაკავშირებით. მზად ყავს 2 სწრაფი რეაგირების ჯგუფი, რომელიც აღჭურვილი არის თანამედროვე პომპებით და ჩვენ მზად ვართ. დაგვიზიანდა რამოდენიმე სახლის სახურავი, დაახლოებით 300 კვადრატამდე სახურავები 4 კორპუსზე გადაეხადა და ასევე დაზიანდა 2 მანქანა, რომელიც კორპუსის წინ იდგა. გუშინვე იქნა მიღებული გარკვეული პრევენციული ღონისძიებები, კერძოდ მოხდა პრეზიდენტის სახურავით დროებით საფარის მოწყობა, სახურავის მოწყობა, ხოლო დღესწილიდან უკვე ჩვენი სამაშველო სამსახურები და ბათუმის კორპუსი შეუდგნენ გადახურვის სამუშაოს.